პირობით მჟავრდებულთათვის ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ბუღალტერიის ტრენინგები გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრში გაიმართა. ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე, ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკების მავნებლობასთან დაკავშირებით ტრეინინგს პირობით მჟავრდებულთათვის დღეს მინდია სალუქვაძე ატარებდა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საბუღალტრო კურსებიც. როგორც ტრენერი ამბობს, საბუღალტრო უნარჩვევები პირობით მჟავრდებულებს საკუთარი ბიზნესის საწარმოებლად დაეხმარება. ამ ადამიანებს, ესე იგი, სწავლება ეხმარება არაპროფესიული განვითარებაში, ზოგადად ბუღალტერიის, ფინანსური არუცხოსთან დაკავშირებით, არამედ ეხმარება საკუთარი, ასე ვთქვათ, ბიზნესის წარმართვაში და გაძღოლაში, როგორც მენეჯმენტის თვალსაზრისით და საგადასახადო კუთხით და აღნიშნვის თვალსაზრისით არის უფრო საინტერესო, რომელსაც უფრო მეტი ინტერესი გამოიხატა ამ ადამიანებიდან. გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის წარმომადგენლის თამუნა ღლონტის თქმით, აღნიშნული აქტივობები ამ ადამიანების რესოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს. მიზნად ისახავს, რომ პირობით მჟავრდებულებს მივცეთ ის საჭირო აუცილებელი უნარები, რაც არის საჭირო მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის. ეს იგულისხმება სამუშაო უნარების მოძიების ტრენინგი, რომელიც 45 ადამიანმა, 45 პირობით მჟავრდებულმა გაიარა. გარდა ამისა, პირობით მჟავრდებულები ჩართულები არიან სახელობო პროგრამაში, ანუ ეს ითვალისწინებს მათთვის ამა თუ იმ პროფესიის მიცემას. პროექტი, რომელსაც გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი პრობაციის ბიუროსთან ერთად ახორციელებს, ამ წლის სექტემბრის თვეში დაიწყო.